საღამოში დობისა ლოტოს მოყვარულნო და პარასკევი ამბავიც მოვიდა ორი ლოტოს საღამო გვაქვს დღეს და ჩვენ დავიწყოთ ჩვენი ინტერნეტ მორიგი გათამაშება მეგობრებო 1898 წელს დაიბადა გამოჩენილი კომპოზიტორი ჯორჯ გერშვინი მეგობრებო სულ რაღაც 38 წლის ასაკში 38 წელი იცხოვრა მან მაგრამ ამ პერიოდში მან მოასწრო ერთგვარი ჯაზის სტანდარტის დამყარება მსოფლიო მუსიკაში მისი სიმღერები სრულდებოდა ბროდვეიზე სხვადასხვა თეატრალიზებულ წარმოდგენებსა კინოთეატრებში და სატელევიზიო შოუებში ფილმებში ელა ფიჯერალდი ნინა სიმონე ფრენკ სინატრა ჯუდი გარლანდი მაილს დეივისი ჯონ კოლტრეინი სტინგი მოკლედ ეს ის მცირე ჩამონათვალია იმ მუსიკოსების ვინც გირსეულად ღეროდნენ ჯორჯ გერშვინის ნაწარმოებებს და ისორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით მეგობრებო დავიწყოთ აბა ჯაზური გათამაშება 2522 გათამაშება ლოტო 535 ოქროს ბურთისა 177000 ლარზე მეტი რომ არის ჩვენი ჯეკპოტი და 10000 ლარს მიუკაკუნა მეორე კატეგორია აბა ნახოთ დღევანდელი პარასკევის საღამო როგორ ჩავლის 3 2 1 აბა ჰე ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენი ონლაინ გათამაშების შემდეგ ერთ საათში უკვე რუსთავი 2-ზე გელოდებათ 642 მორიგი ტირაჟი 555000 ლარზე მეტი ჯეკპოტით მოასწარით თუ ლოტოს ერთი ლიჩისთან ახლოს ხართ იქვე მოასწარით 642 ბილეთების ონლაინ შეძენა ჩვენ დავიწყოთ აბა ოქროს ბურთო აუცილებლად გვინდა რომ დღესაც ივაშკაცო იმარჯვო და ამოხვიდე და ჩამოგორდე ჩვენთან დავიწყეთ სამიანით 2522 ტირაჟი გახსნა სამიანმა და ნახოთ მეორე ბურთი რა იქნება სამიანს მეზობლად დღეს ეყოლება ორიანით იწყება ყველა ვარიანტი 29 არის არა 26 ყოფილა იგი 3 და 26 გვაქვს ოქროს ბურთო მიდი რა შენებურად ეს ორი დღე რომ კარგად გაგვახარე ბოშო ჩამოგვიგორდა 18 ეს დღეები 17 მოგორავ და ახლა ჩამოგორდა 18 და 26 მოგორდა გვერდში ბოშო 3 ბურთი გვაქვს და მოდით ხოვოთ რომ ოქროს ბურთმა გააქტიურება კიდევ უფრო მეტი მაქსიმალურად მაღლა ავიდა ლოტოტრონი და 35 ბურთი რომ არის 35 რომ აწერია ის ჩამოგორდა და ახლა ან ბოლო ბურთი ან ოქროს ბურთი აბა დღეს ოქროს ბურთის გარეშე ვართ და ვართ 27-ით 2522 ტირაჟი საბოლოო კომბინაცია დასრულდა ჩვენ გადავიმეოროთ წავიდა 3 26 18 35 და 27 დღეს ოქროს ბურთი არ გვაქვს ნახოთ აბა შედეგები როგორ იქნება და სანამ შედეგები იქნება მეგობრებო მთელი ზაფხულის განმავლობაში 10-ობით გამარჯვებული გაგაცანით საქართველოს ეროვნულ ლოტარიის და კიდევ ერთი გამარჯვებული ნატო ახალმოსულის შვილი თელავის რაიონის სოფელ კონდოლიდან რომელმაც სუპერ 7-იანში არც მეტი არც ნაკლები 50000 მოიგო გავიცნოთ გალბატონი ნატო ბედნიერების მორიგი ისტორიით ამჯერად თელავის სოფელ კონდოლში ქალბატონ ნატო ახალმოსულიშვილს ვესტუმრეთ, რომელმაც ოქროს 7-იანში 50000 ლარი მოიგო. მოგესალმებით ქალბატონო ნატო, მოვედით რათა გადმოგცეთ თქვენი კუთვნილი 50000 ლარი. გილოცავთ, მოგვიყევით თქვენი ემოციების შესახებ. ემოციები იყო ძალიან მოულოდნელი, რასაც არ ველოდი. მართლაც დაუჯერებელი იყო. გადავფრთხილე ბილეთი და მოვიგე ეწერა 50000. ეს იყო დაუჯერებელი და ვკითხულობდი, ნუ თუ მართლა მოვიგე 50000. და როდესაც შევამოწმეთ ბილეთი, მართლაც მოვიგე 50000. რაში დახარჯებთ ქალბატონო ნატო მოგებულ თანხას? მოგებულ თანხას მოვახმარ ოჯახს, ჩემს შვილებს და მათ კეთილდღეობისთვის გავიმეტებ ყველაფერს. მადლობა საქართველოს ეროვნულ ლოტარიას ჩემი და ჩემი ოჯახის გახარებისთვის. თქვენ კი გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს. მოგება კი შეუძლია ყველას. ვულოცავთ ქალბატონ ნატოს და
თქვენც გისურვებთ იგივეს და უფრო მეც. მეგობრებო, მოგება შეუძლია ყველას, მოგება შეგიძლიათ ყველგან მეგობრებო ჩვენთან მოგება დღეს ასეთი დაფიქსირდა 840 გამარჯვებული მთლიანად მეხუთე მეოთხე კატეგორია და მესამეში ხუთმა თქვენთაგანმა იმარჯვა და გაიყო 5 ნაწილად ამოკლეთ. წინ რუსთავი 2-ზე 642 გელოდებათ, მე იქით კვირას დაგიბრუნდებით, აბა ყველას მოგება.